ყველაზე მთავარი შეგვაჩვიეს ნელ-ნელა ეკლესიაზე შტორმს. შეგვაჩვიეს ნელ-ნელა მამავების ლანცხვას. შეგვაჩვიეს ნელ-ნელა პატრიარქზე თავდასხმას. რასაც ქართველი ხალხის 90% და ამასაც მინიმუმს ვამბობ, იმიტომ რომ 10% გონია რომ გულში მაინც პროტესტს გამოაცხადებს მის გულში. თუ მას საერთოდ საქართველოში უცხოვრია, თუ მას ოდნავ ქართული სისხლი აქვს, რომ ეკლესიაზე შტურმს ქართველი ხალხი არასდროს არავის არ აპატიებს. ამიტომ არის რომ არავინ არ უდგას მათ გვერდით. რადიკალიზმი დაამთავრეთ, ეკლესიაზე შტურმი დაამთავრეთ. ჩვენს ტრადიციებს ეცით პატივი, ეცით საქართველოს პატივი, ეცით ეროვნულობას პატივი, თუ ოდნავ მაინც მშობელთან მაინც გაგივლიათ ეს ყველაფერი, მე მერწმუნეთ, დაფიქრდით კარგად, რომ არასოდეს არავისთვის კარგი არ მოუტანია ეკლესიასთან და ქრისტიანობასთან ბრძოლას. და მე არ მინდა უსურვო ვინმეს ცუდი, უფალმა გაპატიოთ ყველას, მაგრამ ის რიტუალები რაც ჩაატარეთ, ის მჭხიბავები რაც მიიყვანეთ, ის უფლის მაცხოვრის სურათით რაც დაწვით თქვენ და ამას ვინც ტაშს უკრავდით, ამას ვინც ყიჟინით შეხვდით, ყველა ხართ არამორწმუნე, ყველა ხართ არაქართველი და არც ერთი არ იცავთ ქართულ არც ტრადიციას და არც საქართველოს მოსახლეობის ინტერესს და არც საქართველოს ინტერესს რა თქმა უნდა. ამიტომ შეეშლით ყველას დაგვამახსოვრეს ნაც მოძრაობამ ეკლესიის რბებით შემოსულა ამ ქვეყანაში. ხელისუფლებაში მოვიდნენ ეკლესიების რგრევით და პოლიტიკას დაამთავრებთ. დაამთავრებთ და ძალიან ცუდად ეკლესიებში შეჭრით. გამოიწერეთ ემიგრანტ TV, მოიწონეთ ვიდეო და გაუზიარეთ სხვასაც.